მსაჯი არის ორკესტრის დირიჟორი. ის ხელმძღვანელობს ამას. უგვინდა რომ კაი მუსიკა დაიკრას, ზუსტად მისი ხელმძღვანელობაა ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპები რაც არის, 15 კაცი რაგბის პრინციპია წინ უნდა წავიდე წინისულა მაგალითად, ხო? ეხა იმდენად განვითარდა 7 კაცი და ფიზიკური იმდენად გაძლიერდა დაცვის ხრო შეტევად შეიცვალა ფორმა ის რომ უკან დაიწყებს მოძრაობას დაგლეკავად. მოგესალმებით ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო, ჩვენი მორიგი ეპიზოდი მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩვენი საყვარელი პორტუგალოსელი პალიკო ჯიმშელაძე. მე მინდა გითხრათ მათ შორის ახლა ბევრი ახალგაზრდა გულშემატკივარია და ბევრი ახალგაზრდა ადევნებს თვალსშვილ პოდკასტს და თუ ვინმეს არ ახსოვს როგორი მოთამაშე იყო პალიკო ჯიმშელაძე იმის გამო რომ ახალგაზრდაა ჯერ მე მინდა 1-2 რაღაცა ესეთი ისტორია გითხრათ მის შესახებ. პალიკო ჯიმშელაძე თავის დროზე ძალიან მაგარი 6 ნომერი აზოტის თუ არ მეშლება რუსთავის აზოტის რომელიც საქართველოს პირობაზე მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. შემდეგ დგება ძალიან მოკლედ გეტყვით მაგას. შემდეგ დგება კლოდ სორელის პერიოდი. შემდეგ კლოდ სორელმა აიღო ის პასუხისმგებლობა და დაინახა ჯერ პალიკო ჯიმშელაძეში მომავალი 10 ნომერი ჩვენი ნაკრების დაიწყო მასთან მუშაობა, აიღო ეს პასუხისმგებლობა. შემდეგ ნაკრების თამაშები მოძნებს ამას და დაიწყო გამარჯვებები და პალიკო იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ გამარჯვებების. ეს იყო პერიოდი, მოგეხსენებათ ახლა, რომ საითაც არ გაიხედავდი, ყველგან მარცხი იყო. გნებავ სპორტში, გნებავთ, არ ვიცი, ნებისმიერ დარგში, სადაც არ გაიხედავდი, მაშინ საქართველოს ძალიან უჭირდა. დაიწყო გამარჯვებები რაგბის ჩვენმა პირველმა გუნდმა პორტუგალოსლებმა. პავლე იყო ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ამ გუნდის. პირველი მსოფლიო თასის მონაწილე და პირველი გუნდი, ვისთანაც მოგვიწია შეჯახება ინგლისის ნაკრები, რომელიც შემდეგ იმ მსოფლიო თასზე გახდა მსოფლიო თასის მოიგო და მოიპოვა მსოფლიო თასი და პალიკოს პირისპირ ჯონი ვილკინსონი. მოკლედ ვიტყვი, თქვათ ძალიან ცნობილი პიროვნება ახლა თქვათ დიეგო მარადონა ფეხბურთში არ იყო ნაკლები, ზუსტად ეგეთივე დონის მოთამაშე იყო რაგბში ჯონი ვილკინსონი და მის პირისპირ დადგა მისი ვიზავი პალიკო ჯიმშელაძე და მინდა რომ აი თქვათ თუ ძალიან არ გაფერფრთალდა დიდი დრო არის გასული ეს შტაბეშტილებები იმ თამაშიდან 1-2 სიტყვით რომ გაიხსენო პალიკო აი ვილკინსონის პირისპირ თამაში. რას აკეთებდა, როგორი ტიპი იყო, ადვილად წასაკითხი იყო მისი მოძრაობები, მისი მოქმედებები, აი იქნებ რაღაცა ესეთი გითხრა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მიცოცხლით თქვენ მაყურებელს. ხო, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში და ყოველთვის დარჩება ერთ-ერთი ლეგენდა, ერთ-ერთი საუკეთესო 10 ნომერი. პირველი საიდან შემიძლია დავიწყო ის, რომ არავის შეუბოჭია, არ მახსოვს. არც მოგვეკარა ისე თამაშობდა. მთლიანობაში ხა, მაგ დროისთვის თვითონ ინგლისის ნაკრების ისე ქონათ აწყობილი თამაში სისტემურად, განსაკუთრებით შეტევაში, ძალიან განსხვავებულს თამაშობდა და იმიტომ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. რავი, დავდებდით რა. უყურებდით, ეხლა სიმართლე გითხრათ, რომ ბევრი დრო მაგისთვის არ გქონდა, რომ საერთოდ მაგის მეყურებინა, რომ ძალიან დიდი დატვირთვა მოდიოდა ამ შუაცენზე. გუნდში ყველაზე მეტი ბოჭვა გააკეთა ირაკლი გიორგაძემ, 24 ბოჭვა ჰქონდა. მე თედო ზიბზიბაძეს 22 ბოჭვა ჰქონდა და მე 10 ნომერი ვიყავ, 17 ბოჭვა მქონდა ამ თამაშზე, ფაქტიურად 3 კაცი
მაგრამ ვილკინსონი არ გეკარებოდა. არ გვეკარებოდა საერთოდ, არ დაგვიჭერია არც ეს, მეც რო გამოვედი თამაშზე, აბა როგორ არანაირად არაფერი რა, მაიკა თავისი გამიცვალა ისე რომ საერთოდ ზედ არაფერი არ ქონდა ისეთი და გენიალური მოთამაშე იყო. გენიალური. ეხა მოსობით, მართავდა თამაშს, ეხა გავიხსენებ 2007-ის თამაშებსაც. როცა ვილკინსონი არ ყავდა და საერთოდ ტონგა მოუგო და ისე იყო რომ უცებ ვილკინსონი ტრამვიდან ბრუნდება და ისევ ფინალს თამაშობენ სამხრეთ აფრიკასთან რადიკალურად შეიცვალა ანუ ფენომენი იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშე იყო რომელიც იყო როგორც ვიცით 10 ნომერი არის გუნდის ტვინი თვალები ყველაფერი სადაც თავიდან იწყება როგორც რაგბის ტაქტიკური სპორტია და ესაა როგორც ორგანიზმი და ზედა ტვინი და ფიქრი და გადაწყვეტილება და აწყობა ყველაფერი 10 ნომრისაა. ელელა ეხა თანამედროვე რაგბში კიდე რაღაცები უფრო იშლება დამხმარე უფრო მეტი ყავთ, მაგრამ იყო ერთ-ერთი განუმეორებელი და ერთ-ერთი საუკეთესო სოფლიოში და დარჩება კიდევაც. დიდი განსხვავებაა იმ რაგბს და ამ რაგბს შორის, აი იმ პერიოდში შენ თვითონ უშუალოდ მონაწილეობდი, აი ეხლა როგორ არის ეხლა? ეხლა კიდე უფრო დაიხვეწა, უფრო მეტად ტაქტიკური გახდა, ბევრი ტაქტიკებია უკვე შემოსული, რა თქმა უნდა ფიზიკურად გაიზარდა და უფრო შეხების წერტილი, უფრო ასე ვთქვათ, უფრო აგრესიული გახდა, უფრო მძიმე გახდა, იმიტომ რომ უკვე და ტრამების ხრივ და სხვა ისეთი წესი შემოვიდა, რომელიც წესებიც მივესალმები, იმიტომ რომ პროფესიონალური სპორტი, სიმართლე რომ ვთქვა, ჯანმრთელობისთვის არ არის კაი. ძველი ტრამები, ეხლა რამდენი ბიჭები ვართ, აგერ ხვდებით ერთმანეთს, ზოგს წელით კი ვარ, ზოგს ფეხით კი ვარ, ზოგს თავით კი ვარ, ზოგს მეხსიერებაზე პრობლემა აქვს, ზოგს რა და აქედან გამომდინარე, მაინც უკვე ეხლა ძალიან ისე არის, ძალიან მთხილობენ მაგხრივ ამ შეჯახებისივ, მაგრამ ფიზიკურად გაიზარდა. კონდიციები გაიზარდა, თამაშის სიჩქარე უფრო აიწია, თამაშის სუფთადრომ უფრო აიწია და რა თქმა უნდა, ტაქტიკური შეხედულებით უფრო სხვადასხვასი როგორც ფეხბურთშია მაგალითად რაღაც 5-2 რაღაც ეს მსგავსი ეს ტაქტიკები არის უკვე მრავალფეროვანი და აქედან გამომდინარე უფრო ორგანიზებული გახდა ეს თამაში და კიდე უფრო სანახაობრივი გახდა. ისეთ წესებიც ისე შეიცვალა, რომ ხელს უწყობს დინამიკას. რომ საყურებლათაც უფრო მაგარი საყურებელია, ვიდრე მაგალითად ჩვენ დროსო თამაშობდით რა. აი, მაინც როგორ გონია შენ უფრო ტაქტიკური სიახლეების გამო შეიცვალა თუ ძალიან გაიზარდა ფიზიკური კონდიციები ინდივიდუალური მოთამაშეების? არა, ეხლა რა თქმა უნდა ფიზიკური კონდიციების გაიზარდა, იქ უკვე სხვადასხვა ტესტები შემოვიდა, სხვადასხვა ფორმით ეს ფიზმომზადების კუთხით გაიზარდა, მაგრამ ეხლა ტაქტიკები ვითარდება, მძიება არის, სიახლეები არის. ეგ ეხლა რასაც ეხლა ბოლო პერიოდში უყურებ 13 კაცა რაგბიდანაც რაღაც ესეთი პატარა მოდელები შემოდის, რომელიც უფრო ჩასმულია და იხვეწება რა, კვლევა. წესებში ცვლილებები არის. წესებიც რომ 50-22 გახდა ესეთი საინტერესო ცვლილებებია, რომ მაქსიმალურად ხელს უწყობს იმას, რომ თამაში უფრო დინამიური იყოს და უფრო სანახაობრივი იყოს. პალიკო, შენ თუ მე არ მესლება, ხარ ჯერ პირველ რიგში ახლა მინდა მოგილოცო ჩემპიონობა ბათუმის. შენ ხარ მწვრთნელი, ერთ-ერთი მწვრთნელი ბათუმის გუნდის და მე მგონია, რომ ერთადერთი ქართველი მწვრთნელი ხარ, ვისაც მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა ორ სხვადასხვა გუნდთან. ერთი იყო ჯიქი და მეორეა ბათუმი. რამდენი ადამიანი ხართ სტავში და როგორ არის განაწილებული თქვენ შორის ფუნქციები თუ შეიძლება? ესე იგი, მთავარი მწვრთნელი, რომელიც ირაკლი ნინიძე, რომელიც შერკინების უშუალო სტატიკების სპეციალისტი არის და მან მუშაობს, კი. გვაქვს დავით გუგუშვილი, რომელიც დერეფნის სპეციალისტია, დერეფანი, მოლი უკვე ის მუშაობს. თენგიზი გოგიბერიძე ყავს, რომელიც დაცვის სპეციალისტი არის. დავით დოლიძე არის, რომელიც უშუალოდ ხაზის მუშაობა, ხაზთან მუშაობა და ხაზის მიმართულებით არის. მე ვარ შეტევისმცველი, მთლიანად გენერალური შეტევისმცველი, თავი შეკინებიან, ხაზიან ყველაფერი ერთად. აი, რაღაცა იმ ტაქტიკური მიმართულებით უკვე აქ მე ვარ ფიზონზადების მცველი ყავს,
რომელიც ყველა ერთად მუშაობთ, გიორგი ჩხარტიშვილი და ეს სტაფი ესე დანაწილებული ჩვენი საქმიანობა ესე ყველას თავის მარტო, ფაქტობრივად ას თანამედროვე რაგბია დღეს და რას შენ 6 კაცი დაასახელე, ხო თუ? კი, 6 მწნელი ვართ და ერთად მუშაობთ და ყველაფერი კარგად მიდის. იმიტომ რომ ბევრ დროს ხარჯავთ, ასე ვთქვათ, ჩვენი პირველი ყავა ილება დილის 9 საათზე, ხა ჩვენ არ გვაქვს ის კომფორტი ხა ბიჭები ზოგი ხა არის რომ 7:30-ზე მოდიან ეს ხა ჩვენ სასტუმრო არა გვაქვს, დასასვენებელი არა გვაქვს, რა თქმა უნდა ადაპტირება ხდება მაქედან გამომდინარე და კლასიკურად ჩვენი ვარჩების თვითონ განრიგის ისია მოწყობილი რისი საშუალებაც გვაქვს. დილის 9 საათზე ყავა ილება ჩვენი მწნელების ოთახში. ახლა რომ გამოდივართ, პირველი ყავას ვიქავსოთ. ჩვენი შეხვედრა იწყება დილიდან. თქვენ გაქვთ ტექნიკური საშუალებები, მე რამდენად ვიცი და ვიდეო ანალიზიც კეთდება, თამაშის გარჩევები ხდება, გაქვთ ამის ტექნიკური საშუალებები. აი თუ შეიძლება ფინალის შესახებ ვისაუბროთ. ეხლა გასაგებია რომ არსებობს რაღაც საბაზისო მომენტები, რომელთანაც გუნდი ნებისმიერი მეტოქე ვინც არ უნდა იყოს, იმ საბაზისო მომენტებს ყოველთვის ავარჯიშებ და ყოველთვის ამუშავებ და ხვეც. მაგრამ არის კიდე მომენტები, როდესაც ვთქვათ, გამომდინარე მეტოქიდან ან მისი სუსტი მხარეებიდან შენ ცდილობ რომ აქცენტი გააკეთო იმ ზუსტად იმ მომენტებზე და აი ამ კუთხით რო შევხედოთ რაზე ქონდა ძირითადი აქცენტები ფინალში გაკეთებული თქვენ არესის წინააღმდეგ. ახლა პირველ რიგში საიდანაც დავიწყეთ ეს არის ჩვენი მცირე ფინალი რომელიც ძალიან რთული იყო ერთი ქულა იყო განსხვავება და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება ამ თამაშზე თან მithumet სახში თამაშობდით დამუშავდა ეს ასე ვთქვათ ეს ვიდეო ანალიზის მიერ იშლება იქ სტატისტიკები თვითონ თამაშის მოთამაშის ინდივიდუალური სტატისტიკა ჩაშლილი იქ დერეფნები ის ყველაფერი ცალ-ცალკე მიდის ყველაფერი და როგორც გითხარით იმის მიხედვით მწვნელების მიხედვით ყველაფერი აი ესე იშლება დაჭრილი დამუშავებული ესე იშლება მე ვდგებით ერთად ვაჯამებთ ბრის საფუძველზეც უკვე დგება კვირის გეგმა მის საფუძველზე დგება, რა თქმა უნდა, რა გვაქვს ჩვენი გასაუმჯობესებელი და პრობლემა მოსაგვარებელი. ეხლა ამ თამაშის მერე ჩვენ კიდე მოლოდინში ვიყავით არესი და აიას ჰქონდათ ერთმანეთში თამაში და ეხლა ვინ გამოდიოდა. ჩვენ დაუთმეთ ჩვენი პრობლემები რაც იყო ის ერთი კვირა და ვეცადოთ ჩვენი პრობლემები გამოგვესწორებინა და ზუსტად ის ჩვენი ძლიერი მხარე კიდევ უფრო გაგუმჯობესებინა და მაგის მიხედვით დაიწყო ეს ყველაფერი ეს კვირის განრიგი და შემდეგ უკვე ამ თამაშის მერე უკვე დაბრუნდა ის არესის თამაში სადაც სრული ანალიზი უკვე ქონდა გაკეთებული ჩვენ პრობლემებზე უკვე ვიმუშავეთ და უკვე ვუშალოთ არესისთვის სად როგორ ანაირად შეგვექნა პრობლემა იგივე არესის სუსტი მხარე რა არის არესის ძლიერი მხარე რა არის როგორი სტატისტიკა აქვს ზოგადად აი არესის თამაში დამუშავდა მაგრად აი არესის თამაში დამუშავდა აი არესის თამაშიდან გამომდინარე ჩვენ რითი უნდა შეგვექნა პრობლემა ან თუ შეგვექნა პრობლემა რითი უნდა დაგვეპირისპირებინა მაგის მიხედვით გაკეთა მთელი კვირის გეგმა უკვე ორშაბათიდან ყველაფერი მაგის მიხედვით გაიწერა და მე უკვე უშუალოდ დგება შეგვიძლია უფრო კონკრეტულად გითხრა მაინც სად უნდა დაგერწყათ როგორ და აი ეს თამაში წასულია უკვე ის დამთავრებულია ეხლა მე მგონი დღეს შეიძლება ამაზე საუბარი ხო არა იქ ტაქტიკების ხრივ არის სადაც მათ მაგალითად ჩემი მხრიდან უყურებ თუ მათი დაცვა როგორ მოძრაობს მათაც როგორ გადაადგილდება, რამდენად გადაადგილდება, მან უნდა გაგვეთვალისწინებინა ერთი რამ, რომ ის მოედანი თვითონ საფარი, რა საფარი, სიქარე, ის ერთი კვირა ჩვენ დაგვეხმარენ ფეხბურთელები, სადაც ჩვენ და მადლობა მათ ამისთვის ჩვენ შევედით და ვიმუშავეთ უშუალოდ ფეხბურთის სტადიონზე, იმიტომ რომ იქ დაბალი ბალახია, უფრო სწრაფი არის ის სტადიონი, ვეცადეთ რომ იქ გვემუშავა, იმიტომ რომ იქ გველოდებოდა მეტი ზუსტად ეს სტრაფი თამაში და დინამიური თამაში. აქედან გამომდინარე ის პრობლემები რაც ქონა დაცვის გადაადგილებაში
სტატიკები რა ზონებში უფრო შედარებით ზუსტად იყვნენ და გავითვალისწინეთ ის რომ არის შედარებით ცოტა მძიმე გუნდია ჩვენზე და თან ეს მოედანი სწრაფი იქნებოდა, აი მანდ გაგვეკეთებინა პატარა ეს აქცენტები, რომ თელ მოედანზე გვემუშავა, თელი მოედანის სივრცე აგვო და ისეთი ტაქტიკაზე ვიმუშავეთ, რის საშუალებითაც ჩვენ მათთან თელ მოედანზე ვიმუშავებდით და დროთა განმავლობაში ეს უკვე დაღლასთან ერთად უკვე კიდე დაგვეხმარებოდა, იმიტომ რომ პროცესშიც ხდება რაღაცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს სათამაშო გეგმა, რომელიც იდება, რა თქმა უნდა, ამ გეგმის მიხედვით არის გაწერილი ეს ახლა კვირის გეგმა და ამ სათამაშო გეგმა არის პირველი 20 წუთისთვის რაღაც ნაწილი, მე უკვე პროცესში რო ვაკვირდებით მაგალითად დაცვისნელი თანგო მე რო ვაკვირდები ანუ როგორ გადაადგილება უცბად რაღაც ტაქტიკას ცვლი არა ეხლა ეს გავაკეთოთ იმიტომ რომ ეს უკვე იმუშავებს ან მე არა ეხლა ეს გავაკეთოთ ეს უკვე იმუშავებს და აი მუშაობაში და პროცესში ვიპოვეთ ის საშუალებები რა საშუალებებიც მოგწვა უსტად ეს წარმატების გასაღები ფაქტია რომ თქვენ გამოიცანით რა უნდა გაკეთებია და გეგმა იყო აბსოლუტურად სწორი იმიტომ რომ ძალიან დიდი დომინაცია იყო თქვენი და ძალიან განსხვავდებოდა ეს ორი გუნდი თქვენი და არის თქვათ თვითონ თამაშის რიტმში, ტემპში ვერ აყვნენ. ფაქტია და რა თქმა უნდა ჩვენი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა რომ დაძაბული ყოფილიყო უფრო მეტად. მაგრამ თქვენთვის მთავარი იყო ის თქვენი გეგმა სწორად ყოფილიყო მის განხორციელება და ეხა არესის გუნდი რომელმაც პირველად გააკეთა ეს რეზულტატი და კიდევ ერთხელ მიულოცავ მაგ ბიჭებს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ორი სეზონი არის, შაშადელი სეზონი რაღაც ბოლო მომენტში მოხდა ყველაფერი დაიმსახურეს. მაგრამ ბიჭები ერთად ავართ, ახლა ერთად მუშაობთ. ძალიან სიამოვნეს ამ ბიჭებთან მუშაობა, აი ბიჭები არიან და თან პირველი მათთვის შედეგი რომელიც ეს როგორ თქვა, რაც უფრო შორს წავიდოდნენ, მათთვის უფრო უკვე როგორც კი მეორეზე გავიდნენ, უკვე საპრიზო ადგილი კლუბმა თავის ისტორია დაწერა. თუმეტეს მერე კლუბმა შეძლო და ფინალში გამოსვლა. აუ. მაგარი ბიჭები და წარმატებას უსურვებ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებ. ჩვენც ძალიან საინტერესო გუნდია არის და ევრისთვის მოულოდნელი იყო ეს წარმატება, რომელსაც მიაღწია. ჩემთვის არ იყო მოულოდნელი. ხო, ყოველ შემთხვევაში შეთვის არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ შენ იქ ხარ, შიგნით ხარ და ამ პროცესებს სხვა თვალით აკვირდები, დაინტერესებული და პროფესიონალური თვალით აკვირდები. გასაგებია ეს ყველაფერი. რამდენი იყო სუფთა დრო ფინალში? ხო არ გახსოვს მაგალითად? ანუ ეს ახლა ზუსტად მე მთელი თამაშის დროს ჩვენ ვიღებთ ტაიმს, პირველ ტაიმს. დიახ. ანუ ვაწარმოებთ თამაშის სტატისტიკას, გენერალურ სტატისტიკას და სადაც სუფთა დრო შედის, ყოფილი შედის. იმიტომ რომ ამ სტატისტიკის საფუძველზე ჩვენ რო ჩავდივართ გასახდელში, ამ სტატისტიკის საფუძველზე უკვე ველაპარაკებით მოთამაშეებს, ანუ რა შევცვალოთ, რა არის ჩვენთვის პრობლემა და პრობლემური და მაგალითად სუსტი მიმართულება, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე და ეს ანუ ეს სტატისტიკა რო ჯამდება და მეორე ტაიმი უკვე რო იწყება, უკვე იქ აღარ ვიღებთ არაფერს, იმიტომ რომ მე თამაში სრულდება და ანუ პირველ ტაიმში სუფთა დრო იყო 20 წუთი. 15 წუთი ქონდა ჩვენ ბურთი, 5 წუთი ქონდა არეს ბურთი. ახლა 40 წუთში პირველ ტაიმში უკვე 20 წუთი, ახლა საბოლოო ჯამში, მინიმუმ 37-38 წუთი იქნებოდა მთლიანი სრულდება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორ არა? საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმიტომ რომ მე მაგალითად ჩვენ მქონდა ადრე საუბარი და ჩვენი ნაკრების თამაშების კვალდაკვალ ასე ვთქვათ რა, პორტუგალიასთან თამაში გავარჩიეთ ესპანეთთან რაღაცა მქონდა მესამე ტაიმში. და იქ სადაც იქ ვთქვით ჩვენ მაშინ რომ იქ სადაც იყო დაახლოებით სუფთა დრო 32 წუთი 33 წუთამდე იქ ჩვენ ნაკრებს არ უჭირდა. როგორც კი ავდიოდა 36-37-ზე იქ იწყებოდა პრობლემები. მე არ ვიცი ახლა ეგ კიდე კარგად არის გამოსაკვლევი და რატომ, მაგრამ ფაქტია რომ ესეთი რაღაცა ხდება. პორტუგალიასთან მაგალითად იყო 21 წუთი ფლობა ჩვენ და 19 წუთი ფლობა პორტუგალიელებს.
ეს არის 40 წუთი. 40 წუთი ჩვენ შეგვექმნა, აი 40 წუთი ჩვენ ვერ გავძელით. იმ თამაშზე მსოფლიო თასზე რომ ვეთამაშეთ პორტუგალიელებს სხვათა შორის და ვერ მოვიგეთ იქ ფრედამთავრდა ის თამაში. მაშინ იყო სადღაც 26-27 წუთამდე ადიოდა ისიც სუფთა დრო. და თამაშებს რომ გადავხედე რომ თქვა იქ სადაც არის აი 22, 23, 30 წუთი კომფორტში ვარ. ეს ალბათ რაღაცა ინფორმაციულად რაღაცას ნიშნავს ეგ და ალბათ პროფესიონალები უფრო შეხედავენ მაგას რატომ ხდება ეგეთი რაღაცა. მე მინდა კითხვა აი დღეს იყო ძალიან საინტერესო თამაში შავი ლომის და დიდი 10-ის ნაკრები გუნდის. და ეხლა აი ამ შავი ლომთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხო შენ. რამოდენიმე წელია ეს პროექტი მუშაობს უკვე, შავი ლომის პროექტი. ინიციატივა იყო რაგბის კავშირის და სახელმწიფო პრინციპში ანდო ამას და ფაქტიურად სერიოზული ინვესტიცია გააკეთა სახელმწიფომ ამ პროექტში. აი ამ წლების მანძილზე ამ შავმა ლომმა რა დივიდენდები მოუტანა ქართულ რაგბს? აი შენ როგორ უყურებ მაგას? პლუსები რა გვაქვს ჩვენ აი ამ შავი ლომიდან? იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ბევრი საუბრები იმის თაობაზე ამ პოდკასტშიც მათ შორის რომ და იქ ვამბობდი მე რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა განვითარდეს მოთამაშე 3 და 4 თამაშით სეზონის განმავლობაში. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ამ დროს ძალიან ბევრი არის დადებული შავ ლომზე და ხო და პოლიტიკა ხო არ უნდა შეეცვალათ თავის და არ ვიცი აი შენი მოსაზრება იქნება მე რაღაცა არ ვიცი ვერ ხვდები. ეხლა ეგ მარტო ჩვენთან არ არის პრაქტიკაში არის და მით უმეტეს ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ანუ კიდევ ერთი გზა გახდა რომ როგორ მოხდა ეროვნულ ნაკრებში როგორ წახვიდა მაგალითად ოსლამდებიჩი რომელიც 20-მდე ნაკრებში იყო წარმატებულად ითამაშა წავა იმ შავ ლომში შიდა ჩემპიონატის იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი ნაკრები ეხა უმეტესობა საფრანგეთში არის და საფრანგეთიდან მოდიან ეხა ჩემ დროსაც ესე იყო რომ ფაქტიურად 2 ან 3 კაცი გვემოტებოდა შიდა ჩემპიონატიდან ძირითადად უფრო მეტი წილი 70-80% იქიდან მოვდიოდა მე გნაკადი რომ ანუ უფრო მეტი კონკურენტუნარიანი რომ გახდნენ ის ახალგაზრდები რომ შევიდნენ რომ ამ შავი ლომი იყოს მოსლამდე ნაკრების მერე შესვლელი აქ ვინც თავს გამოიჩენს შიდა ჩემპიონატში ის ბიჭი რომელიც პირდაპირ შეიძლება ვერ ხდება იქ მაგრამ ამ შავი ლომის გავლით შეიძლება რომ მოკლედ იქ მოხდეს რა და ანუ ერთი არის მეც მაგას ვიძახი რომ ერთი პრობლემა ისიც არის რომ თამაშების რაოდენობა რა ალბათ უფრო მეტია სამუშაო რომ ტურნირები რა ტურნირებში მიიღებ მონაწილეობას ეხა როგორც ვიცი ეხა ახალი ტურნირია ეხა სამხრეთ აფრიკაში იმიტომ რომ ეხა 8-10 თამაში მოთამაშისთვის წელიწადში ძალიან ცოტა არის რა თუ გამოდის მაგდენიც მე მგონი 8-10 სადღაც გამოდით რა ეს ძალიან ცოტაა რა თავარია რომ ტურნირები იყოს თორე მიმართულება და ეს აი ტურნირები და ხა ტურნირებს ხა როგორ იქნება რანაირად იქნება სად იქნება ევროპაში იქნება თუ როგორ ტურნირები ეხლა კი ჩვენც ვიცით მქონდა ილია ზედგინიძესთან მქონდა ამის თაობაზე როგორც საერთაშორისო მიმართულება მიყავს რაგბის კავშირში მან გითხრა რომ ეს ტურნირები სამხრეთ აფრიკაში იწყება შემდეგ საქართველოშიც ტურნირი ტარდება და მინიმუმ 3 თამაშს ითამაშებენ რაღაც იქაც ითამაშებენ სამხრეთ აფრიკაში გააჩნია ეხლა რამდენი გუნდი შეიკრიბება მაგრამ ჩვენ რაც ვიცით და რაც ოფიციალურად საიზედებს 3 თამაშს თამაშობს სამხრეთ აფრიკასთან იმათ კლუბებთან რაც თავისთავად ძალიან კარგია რა ესეთი რამე აქამდე არ ყოფილა და ეს რა თქმა უნდა აწევს დონეს რა თქმა უნდა აწევს და ეგ ეხლა მე ვფიქრობ რომ თვითონ თავისთავად შავი ლომის იდეა განა ცუდი იყო მაგრამ
კარგი იქნება იმ შემთხვევაში თუ აი როგორც შენ თქვი ტურნირები და თამაშები იქნება მრავლად. თუ ცოტა რაოდენობის თამაშები არაფერს არ გვაძლევს. მე ერთი რამეს მივაქციე ყურადღება. რატომღაც ბიჭები შავი ლომიდან თავიანთ მშობლიურ კლუბებში, გუნდებში არ თამაშობდნენ. და აი ვერ ხვდები რატო არ თამაშობდნენ ისინი რა. აიგზალებოდათ მაგათ იქ თამაში? ხო შეეძლოთ იმ დროს როცა შავლომს თქვა არ ქონდა თამაშები, თავისუფალი იყო, ან შეკრებებიდან, მაგ დროს ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ. ძალიან ცოტა მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, ვინც ითამაშა ბოლოს რა. აი ეს მომენტები თამაშობენ ხა კლუბები ჩვეულებრივად იმაში განაცხადში შეყავთ ეს ბიჭები და არის ხა ერთი ის არის რომ ვინც შავლომში თამაშობს და თან ეროვნული ნაკრების იმ სიაშია ხა რა თქმა უნდა გაფართოებულში ყველა იქნება მაგრამ ერთზოთ უშუალოდ ვინც იმ პირველ სიაში არის ის ბიჭები შიდა ჩემპიონატზე არ თამაშობენ ნაკლებად და მაგიტოა რომ მაგალითად ის ბიჭები ვინც იმ პირველ სიაშია ეროვნული ნაკრების არც განაცხადში არ შედიან სხვა კლუბების და რაღაცა ნაწილი არის თუმცა და ახლა თამაშობენ ახლა ყველა ვერთან ანუ მაგაზია რომ იქ შავლომში თამაში აქვს მე ეროვნულ ნაკრებში თამაში აქვს მე რაღაც პერიოდი აქვს და ის ბიჭი რომელიც შავლომში და ეროვნულში თამაშობს კლუბში არ არის მოკლედ და იქით ამ დანარჩენი უყურებ თამაშობენ ახლა ჩემო პავლე მინდა ძალიან ესე იგი გთხოვ რომ გითხრა გავაკეთოთ ერთი დიდი 10-ის შეფასება აი დღეს ახლა თამაშზე შენ თქვი რომ 37-38 წუთი დრო ფინალზე დაახლოებით ალბათ იქნებოდა ეს საკმაოდ კაი მაჩვენებელია მოდი დიდი 10 შევაფასოთ როგორი დონე გვაქვს ჩვენ დიდი 10-ის და რა ხდება იმისთვის რომ ეს დონე კიდე გავზარდოთ აი როგორ შეაფასებდი შენ დიდაც არა ეხლა თამაშებიდან გამომდინარე ის ჭიდრო ცხრილი ქულები გუნდები რაღაც ნაწილი არის რომ ერთად ნახევარის 6-ეული ვინც არის რაღაც გამოყოფილია ხან წელსაც მოხდა მე-6 ადგილზე რაღაც ბრძოლები მაგრამ რაღაც აი პირველი 7-8 გუნდი არის 6 გუნდი არის უფრო 6-7 გუნდი ვინც ცოტა განსხვავებულია მე ქვედა გუნდები უკვე თავიდანვე რაღაც თავის იმ ადგილების და პოზიციებისთვის იბრძვის მაგრამ ეგ არ არის პრობლემა ჩემ მაგალითად მე ესე ვფიქრობ რომ თვითონ თამაშის ხარისხი ხა ჩვენი პრობლემა არის რომ დიდი 10-ის თამაშები არსად არ განიხილება ეს არ არის ანუ როგორც მაგალითად საფრანგეთში არის ჟუერ დე რუგბი არის რაგბის ესა და მიდის განხილვა top 14-ის განხილვა pro d2-ის განხილვა რაღაც სატელევიზიო გადაცემა რომელიც ყოველ სამშაბათს ოთხშაბათს ზირთადად ორშაბათს სამშაბათს არის ხოლმე სადაც განიხილავენ ანუ დიდი 10 პროსტა ეს ერთ ნაკადზე მიდის და თავისთვის არის ასე ვთქვათ რა მისი პოპულარიზაცია ასე ვთქვათ ბრენდი უნდა გახდეს რა ეს დიდი 10 რომ ანუ სატელევიზიო გადაცემა სადაც უნდა გაკეთდეს რამე ისე ტელევიზიაში რომელსაც მაგალითად საზოგადოებრივზე პირველ არხზე რომ გავიდეს ხო ეს გადაცემა და უშუალო დიდი 10-ის თამაშების განხილვა იყოს ყოველკვირეულად რა ანუ ფორმას შეიცვლის რაღაც როგორ არის იცით რა ეხა ძალიან მიხარია და რავი დღესაც აგერ ბიჭებთან ერთად რო ვეყავი ისეთი ვისი ამოვნე ხა რომ ამ ბიჭებს სჭირდებათ мотиваცია დღეს ეს თამაში მათთვის ეს мотиваცია არის მაგრამ როცა ეს ეხა სატელევიზიო გახდება ის კიდე ცალკე თავის მხრივ мотиваცია არა რომ ეს გუნდი ამას ეთამაშა საუკეთესო ასე ვთქვათ ისინი ლელოები საუკეთესო თამაშები თვითონ უშუალო თამაშების ჰაილაიტები რო ესე იყო საუკეთესო 15-ეული გამოცხადეს ოფიციალურად ეს ტელევიზორში ესე ვფიქრობთ ანუ გადაცემები უნდა იყოს და უნდა გაშუქდეს ეს დიდი 10 რომ ანუ უნდა წავიდეს მეტი პოპულარობა რომ ამ ბიჭებს მივცეთ მეტი სტიმული როგორც კიდევ ვიძახ რაღაც დღევანდელზეც იყო მაგალითად
გაკეთებული, ეხლა დღევანდელი თამაში ბიჭებისთვის არის ერთი დამატებითი საფეხური, რომ თავი გამოიჩინონ და მათთვის ეს იმხელა სტიმულია და ესეთი მაგარია, რომ ძალიან კაია რა და მაგალითად იყო 2 წლის წინ 3 წლის წინ იყო ანაკრები გაკეთდა და მაშინ ირაკლი ნატრიაშვილი იყო, რომ მოგვიგეს ფინალი და ნატრიაშვილი იყო მთავარისმცემელი, რუსთავი ბათუმის ის რო კი ბატონო. ნემსაძე იყო ჩვენთან ერთად და მე ვიყავი ერთად წავედით პოლონეთში. ნუ ცოტა ისეთი პრობლემური იყო, ერთი თვის მერე შევიკრიბეთ სეზონი რომ მორჩა რა. მაგრამ ბიჭები შევიკრიბეთ, პატარა შეკრება რაღაცა გავაკეთეთ მარტოვში, წავედით და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს მოვუგეთ 50 ქულაზე მეტი. და იქ იყო მაშინ საუბარი იმაზე, რომ შეიძლებოდა რაღაცა გაკეთებულიყო ესეთი ნაკრები, მესამე ნაკრები ამ დიდიათის, რომელიც ითამაშებდა როგორც პოლონეთი, აი სხვა იმებთან რა. და აი ეს მიმართულება უნდა იყოს, რომ დიდიათი გახდეს უფრო პოპულარული და უფრო ანუ მათი ის ინფორმაცია უნდა გავიდეს და არ უნდა იყოს ის რომ პროსტა რაღაცა ცალკე რაღაცა ტურნირია და ნუ ასე ვთქვათ ნახევარზე მეტი ხალხი ზედ არ უყურებს რა ეხლა რაგბი ტივის ყველა არ უყურებს მაგრამ არის ეხლა ხალხი ვისაც ეხლა პირველ არხზე რომ გავიდეს ეს გადაცემა დაждდება და უყურებს რა თან სისტემატურად რომ იქნება ეს გადაცემა და იქ რომ მივლენ სპეციალისტები იქ სტატისტიკებზე ისაუბრებენ ამ თამაშებზე ისაუბრებენ ეს რატო ესეთ არ როგორც სხვა თანამედროვე ქვეყნებში ხდება თუ ჩვენ ვიძახით რომ ტიერ-2-ის ქვეყანა ვარ და გვინდა რომ ტიერ-1-ისკენ წავიდეთ მაშინ მაგ მიმართულებითაც ავიღოთ იმიტომ რომ ძირითადი მასალა და ძირითადი მიმართულება ხო გვინდა რა რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატიდან წავიდეს და ჩვენ შიდა ჩემპიონატიდან ანუ რაღაცა ნაწილი შეივსოს და იქ და ამას გაშუქება ჭირდება ამას ანუ ასე ვთქვათ ბრენდი უნდა გახდეს რომ დიდიათი ესე ხო კი ბატონო მაგრამ თამაშის ხარისხიც ეხა ანუ ყოველ იმაზე იწევა იმიტომ რომ ახალ-ახალი მწვრთნელები არიან ვინც მაგალითად სხვას თავისი ასე ვთქვათ მიმართულება აქვს და არის გუნდები ძალიან კარგ თამაშს თამაშობენ და მშვენიერ თამაშს თამაშობენ სანახაობრივი თამაშია მაგრამ პრობლემა ისე რომ ხალხი არ არის საყურებლად ანუ აღარ მოდის ხალხი რომ იმ თამაშს უყუროს რა და ეხა მარტო რაგბი ტივიზე რომ თამაში გავიდე ჯერ მადლობა მაგ ბიჭებს რომ აშუქებენ ეხა მაგაზე არ არის მარტო ანუ მაგრამ ის რომ უფრო მეტი ჭირდება და აქ უფრო მეტი ასე ვთქვათ ენერგია არის ჩასადები რომ მივაქციოთ ამას ყურადღება დარწმუნებული ვარ რომ ეს ფორმაც კი შეცვლის ბევრ რაღაც ეხლა სტატისტიკებს ბოდიში მაგალითად საისქები კეთებოდა ირლანდიელი იყო საჩთა ასე ვთქვათ ხელმძღვანელი იყო რომელიც მე წლის ბოლოს აჯამებდა და სტატისტიკებს აკეთებდა დიდი 10 წინ მიდის ზუსტად ამ სათამაშო სუფთა დროზე ყოველ წელიწადს იყო მაგალითად 2000 ესა ხო 2023-24 საისე სეზონები იყო და ესე დაყოფილი სადაც სათამაშო საშუალო დრო იწევს სადღაც უკვე 34 წუთი არის ასული იმიტომ რომ დიდი ათის თამაშები არის ზოგი 40 წუთსაც ცდება ისეთი თამაშები კი კაც როგორ არა და ნელ-ნელა იწევა ზევით რა რამდენი გუნდი გაუძ დიდი ათიდან ამ 40 წუთს რამდენი გუნდი გაუძლებს ჩვენთან აი 40 წუთი რო თავისუფალი დრო რო იქნება ყველა გუნდი გაუძლებს დიდი ათი მან ხა მეორე თემაა ის რომ კი ხა არის თვითონ სიჩქარე მე არის თვითონ თამაშის სიჩქარე რამხელა არის რა და რა სიჩქარეზე თამაშობ რა შეიძლება საშუალო სიჩქარეზე იმუშაოს ორმა გუნდმა მაგრამ კონდეთ ისეთი ანუ დისციპლინა ისე შემუშავებული მუშაობა რომ ის ითამაშებს 40 წუთს რა კი ბურთი არის კარგებოდეს პაუზა ნაკლებად კი ბატონო შეიძლება საერთაშორისო დონეზე მაღალ სიჩქარეზე სიტყვაზე 100 კმ/სთ ვერ ითამაშოს ის 40 წუთი მაგრამ ჩვენთან არის ხა ძალიან ბევრი თამაშებია ესეთი რომელიც 35 წუთს ხდება მაგრამ შედარებით მაგალითად 60 კმ/სთ-ია 50 კმ/სთ-ია მაგრამ მუშაობს რა ის დევიდი რო აკეთებდა ყოველ წელს თუ იყო 32 გახდა 34 უკვე ნელ-ნელა 35-ის იმასე ხა არ ვიცი ბოლო 2 წელში იმიტომ რომ ის ბიჭი წავიდა შარშან 1 იანვრიდან უკვე აღარ იყო და აი ზუსტად საერთო იმიტომ რომ ეს მე გვიგზავნიდა საერთო სტატისტიკებს ანუ ჯარიმები რამდენი ავიღეთ თელ სეზონზე
დანაწილებული იყო, ანუ რომელი ჯარიმა უფრო მეტი იყო, მაგალითად რაგში უფრო მეტ ჯარიმას იღებ. მისაკე დაყოფილი რომ დაცვაში მე ჯარიმას იღებ, ვიდრე შეტევაში. რაგში და ესეთი სტატისტიკები იყო, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. თვითონ უშუალოდ ყველა გუნდს ჰქონდა ეგ მონაცემები. კი, ყველა გუნდს გზავნიდა. მაგრამ თამაშიც რო რჩებოდა, მე ვიცოდი სუბტადო რამდენი იყო, იმიტომ რომ მიგზავნიდა ის იქ რაღაც საჯების ვიდეო იყო, განხილვები იყო, მე რა შეცდომები მქონდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. საერთოდ ჯამში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ იმას რო იღებ, რა ქვია, ამ სტატისტიკას იცი რომ შენ თამაშს გაარჩევს, საჯით შემდეგი თამაშისა და შენ რაშიც დაჯარიმდი, იმაზე გააკეთებს ანალიზს და თუ მსგავს გაიმეორებ, ეგრევე დაგაჯარიმდეს, იმიტომ რომ ეს მზად არის. მე ამ სათამაშო დროში დიდი როლი აქვს, ან რატო ვიზახებ საჯებს დიდი როლი აქვს. იმიტომ რომ ამ საჯიც ვინ რამდენად დინამიურ თამაშს ქმნის, ანუ ვინ როგორ მსაჯობს. იმიტომ რომ მათი ნაწილი დიდია. ანუ ზოგმა შეიძლება იყო მაგალითად რამოდენიმე წლის წინ რომ აი ამ მომენტს გააჩერებდა და რაღაცას დანიშნავდა, მაგრამ დღეს ამ მომენტს უკვე აძლევს უპირატესობებს უფრო მეტად და მეტად ცდილობენ რომ შეიძლება სწრაფი თამაში იყოს რა. იმიტომ რომ აქაც შეიძლება ჩვენი მიმართულება განვითარებული იყოს სიტყვაზე და საჯის მიმართულებით ის შეცდომებს ტვენს, მაგრამ შეიძლება რომ იმან არ დასვინოს და რაღაცა გააკეთო. დღეს უკვე საჯებსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ თამაშის ტემპი იწევა. იმიტომ რომ მაქსიმალურად ისინი ცდილობენ რომ რაც შეიძლება მაღლა აიწიოს რა. ისე რომ დიდაჩი ხა ხო, დღეს ავარაუდოთ მე ვფიქრობ რომ საშუალო ალბათ 34-35 წუთამდე იქნება მთლიან ჯამში თამაშების. საჯების დონე თუ დიდი ათის თამაშის ხარისხი, რომელია უფრო? არა, ახლა საჯებსაც აი როგორ მაგხრივ არა, ორივე რა თქმა უნდა, ერთმანეთს ჩვენ ეს როგორ არის რა, ახლა ყოველთვის ბიჭებთან რო ქონია ახლა რა თქმა უნდა თამაშის გარეთ ურთიერთობა და ის ვისთანაც ქონია, ყოველთვის ვეუბნებოდი ერთ რამეს, რომ საჯი არის ორკესტრის დირიჟორი. პირდაპირ მნიშვნელობით. ორკესტრის დირიჟორი. ის ხელმძღვანელობს ამას. და თუ გვინდა რომ კაი მუსიკა დაიკრას, ზუსტად მისი ხელმძღვანელობაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართული რაგბის განვითარებაში ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. თაჯები როგორ განვითარდებიან რა ამ მართულების სწავლენ რა და რამდენად ახლოს იქნებიან ზუსტად იმ თანამედროვე საჯობასთან, როგორც მაგალითად ახლა ამაშუკელი მასთან თამაშიც ისეთი არის რომ ანუ გელაპარაკება თამაშის დროს თუ ამაზე არ გაითვალისწინებ და არ იმასო და ხელს გიწყობს თამაშის ტემპი მაღალი არის, ანუ არ ჩერდება, უწყვეტობა მეტი არის ამ თამაში და ანუ არიან ბიჭები, ვინც ცდილობენ, რა თქმა უნდა და მათაც უნდათ რომ საერთაშორისო მიმართულების წავიდნენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რაგბის საჯების განვითარება და ჩართულობა საჯებთან. აი თამაშის წინ შეხვედრები საჯებთან თუ არა, კი, როგორ არის ხა ჩვენ მაგალითად არესის თამაშის წინ Zoom-ში ჩართვა ქონდა. ამაშუკელი იყო მსაჯი, მასთან ჩართვა ქონდა პირველ რიგში რას ფიქრობენ ჩვენზე, სად არის ჩვენი პრობლემები, რა არის ჩვენი პრობლემები, რა არის ჩვენი ასე ვთქვათ დადებითი მხარე, რა შეიძლება იყოს, ეს აუცილებელია, როგორც მაგალითად შარშან იყო, ანუ მსაჯებთან ურთიერთობა აუცილებელია. ერთია, ეხლა მაგალითად ბათუმში ჩვენ ახალგაზრდები ყავს, მაგრამ ეხლა აქ თბილისში როცა ვიყავი და თბილისში როცა ვმუშაობდი, ყოველთვის როცა კონტაქტური ვაერთში მქონდა, რა თქმა უნდა, თუ იყო შესაძლებელი, ბიჭებს ურეკავდი სამსაჯოში, რომ აი მსაჯი მინდა დამეხმარეთ, რომ თვითონ ვაერთშის პროცესშიც ხო, მსაჯი შენთან ერთად რო არის რომ მუშაობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა. რა შეიძლება მე ვარჩევ და ის შეცდომაა და ჯარიმა არის რა და შეიძლება პირიქით არის, მე მგონია რომ ჯარიმაა და ამ დროს არაფერი არ არის. ამიტომ მე საჯთან ერთადაც მუშაობა ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ ვარჯიშებზე, სადაც ახლა კონტაქტურია და სადაც ის არ დაუცილებლად თამაშის წინ განსაკუთრებით ახლა როცა უკვე ეს ფინალური იქნება, ისედაც გვაქვს საუბარი, მაგრამ უშუალოდ აი კონკრეტულად ამ ფინალის წინ ჩვენ Zoom-ში ჩართვა ქონდა, გავიარეთ ყველაფერი, ის რას ფიქრობდა ჩვენზე და თუ რაიმე იყო მაგალითად ჩვენ ფიქრობთ რომ აი არის ცოტა ეს აკეთებს ან რაღაცა ანუ დარწმუნებული ვარ რომ არისიც იტყოდა რომ აი ბათუმი რაღაცას აკეთებს შეიძლება რაც ჩვენ
შეიძლება ვერ მოვჩნევთ ან რაღაცა პრობლემა არის და ის უნდა მოგვარდეს და რას ველოდებით სად შეიძლება რომ ჩვენ დავჯარიმდეთ რომელიც არ გვინდა რომ დავჯარიმდეთ და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. გააქვთ ეს კომუნიკაცია მსაჯებთან. არის თავარი. ბათუმს თუ ყავს მსაჯი ან თუ თქვათ არის ვინმე თქვათ ახალგაზრდები ჯერჯერობით ახალგაზრდები მისდებიან უკვე. კი, მნიშვნელოვანია რომ ბათუმსაც აუცილებლად უნდა ყავდეთ შენ იმიტომ გეკითხები მაგას რომ გარდა იმისა რომ შენ სამწნელო საქმე გაქვს ბათუმში ხარ უშუალოდ ამ გუნდში და ისა ასევე ვთქვათ თვითონ ამ რეგიონის განვითარების საკითხებიც მე რამდენადაც ვიცი შენ არა მაგხრივ ის არის გიორგია ჯოხია რომელიც რეგიონის მენეჯერია რომელსაც უბრალოდ ვეხმარები და რა მდგომარეობაა ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდში ისე თუ რაკი შენ არ გეხება მაინც გეცოდინება დაახლოებით ბათუმში როგორი მდგომარეობაა არა ნელ-ნელა ახალი კლუბები რაღაც პატარ-პატარა კლუბები რეგიონებში იხსნება ეხლა შარშან მაგალითად სტატისტიკიდან გამომდინარე ანუ ყველაზე მეტი სემინარი ჩატარდა აჭარაში და ნელა-ნელა ემატება ყავს მაგალითად ჩვეულებრივი ფიზკულტურის მასწავლებლები რომლებმაც კლუბები შექმნეს და გააკეთეს რომელზეც საერთოდ რა თქმა შეხება არ ქონდა და გუნდებს როგორ აგეცოდნენ ბავშვთა პატარა გუნდებს ის მინიმალური საბაზისო რაღაცას გიორგი ძალიან კარგად მუშაობს მეც ვცდილობ რომ მაქსიმალურად როგორც კი დრო და რაღაც მაქვს რომ მივიდე და დავეხმარო იმიტომ რომ მარტო ეს სემინარები არ არის რა ეს სემინარი წაიკითხა და იქ წადი იქ მე სოლებთან ჭირდება მუშაობა ეხლა მე ვერ მოძრაობ მაგალითად გიორგი შუახებში ავა იქით ანუ სხვადასხვა რიგი სადაც ჩავა იქ ადგილზე ამოწმეს იქ კუბულეთია იქ სხვადასხვა ადგილებია სადაც უშუალოდ გიორგის უწევს მე ჩასვლა იქ ადგილზე მუშაობა სემინარების მე იქ აქირბლივ რაც არის სიტყვაზე მე დავეხმარები ან ვიდეოს გამომიგზავნიან და რაღაც და ნუ ესეთ მივდივართ იმიტომ რომ სემინარები ყველა არ ჩატარებული ამდენი იმიტომ რომ სურვილი ბევრია და ხა კოვიდის მერე ყველამ ვიცით რომ დაიხია უკან რაოდენობამ პრაგში არა ნელა-ნელა წინ მივიწევთ რა იქით აჭარისკენ ივსება ნელა კი ბატონო კარგია ნუ მოკლედ შენ აღნიშნე ის რომ ტენდენცია დიდი 10-ის უკეთესობისკენ არის ანუ ხარისხი მატულობს ამას ამბობდი. ეხლა დღევანდელი თამაშით იმის გათვალისწინებით რომ თქვათ საუკეთესოები თამაშობდნენ. შავი ლომი და თქვათ ნაკრებების ნუ მაინც ვერ ავწდით ძალიან უხეშ შეცდომებს, გაუგებარ შეცდომებს, თქვათ აი ისეთი ჯარიმების და აღება და ისეთი რომელიც რა თქმა უნდა მე ამას რატო ვამბობ რომ პროდუქტი რომ შეიქმნას, რაკი წინ მივდივართ ეს პროდუქტი თუ შეიქმნება, მერე ალბათ შესაძლებელი იქნება და სამართლიანიც იქნება ისე დავსვათ საკითხი, რომ ტელევიზიებში უფრო მეტი გაშუქება გქონდეს ამ თამაშებს. და აქეთკენ მივდივართ ჩვენ რა, რაც თავარია და მე მაინტერესებს აი თვითონ თქვენ მწვრთნელები ხვდებით ერთმანეთს და ამ საკითხზე როგორ ავწიოთ დონე, როგორ გავაუმჯობესოთ? გააქვთ ესეთი საუბრები? ანუ სხვადასხვა კლუბის მწვრთნელები. სხვადასხვა კლუბის მწვრთნელები, აი ხვდებით ერთმანეთს სადმე თუ თამაშის წინ. თამაშის საკითხზე ხა რომ ჩვენ ხა ესეთი რამე ჯერ არ არის, რომ გლობალურად რომ ვილაპარაკოთ, თქვათ, ანუ პოლიტიკა რაგბის კავშირის დავუშვათ, ხო? ნუ ეს ხო შეიძლება დავუშვათ, რომ თქვათ რაღაცა დღეები, თქვათ, თვეში ერთხელ ან არ ვიცი ხლა, ანუ ორ თვეში ერთხელ რაგბის კავშირმა გადაწყვიტოს და შეკრიბოს დიდი 10-ის მწვრთნელები, პირველი ლიგის მწვრთნელები და მოისმინოს აზრები რა, მათი და იქ მოხდება ერთი 100-თა გაცვლა რა და ეგ მე ვფიქრობ რომ დადებითი იქნება, კარგი იქნება. აი როგორ გონია შენ, აი თქვენ მწვრთნელებს გარდა იმისა რომ აი აქ ეხლა ის პერიოდი მახსენდება რა ვქნა ეხლა ის 90-იანები და 2000-იანების დასაწყისი, ნუ ჩვენ წვენში ვიხარშებოდით რა, ინფორმაცია იყო ძალიან მწირი, არაფერი არ ვიცი, ჩვენით ვიგონებდით რაღაცებს. დღეს შედარებით არის საშუალებები და მე მაინტერესებს აი ჩვენ მწვრთნელებს, აი შენ მაგალითად თქვათ იქ და ყველას რა საშუალებები გაქვს ზრდის, აი როგორ უნდა გაიზარდოთ. თქვათ ხარ ნუ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი გუნდის მწვრთნელი ან თქვათ
სხვა გუნდის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი დიდი 10-ის იქნება თუ პირველი ლიგის. გააქვთ რამე საინტერესო, თქვათ, სტაჟირებები, სწავლაზე წასვლა, თქვათ, სემინარებზე წასვლა, სადღაცა იქ სადაც თანამედროვე რეგბის კორიფეები, თქვათ, ლაპარაკობენ რაგბზე. აი ამის საშუალება გააქვთ? ნუ არა, ეხლა ლიცენზირება ჩვეულებრივად არ ხდება, ეხლა მესამე დონე რაც არის, ყველაზე მაღალი დონე, ანუ ფაქტიურად არ ვიცი. არ გამომჩა დიდი 10-ის ყველა მწვრთნელს მესამე დონე აქ უკვე გავლილი. მესამე დონე არის მაქსიმალური, ეხლა რაც არის მსოფლიო რაგბის. და ეხლა განვითარებასაც ეხება მანდ უკვე თვითონ კლუბებმა თავისი ხარჯებით უნდა გააკეთოს, მაგალითად საფრანგეთში წახვიდე კლუბთან. ანუ არის როგორ არა ეხლა. კლუბებს აქვს სხვათა შორის დაფინანსება. კი, არის კლუბი გაფინანსებს, აფინანსებს თვალებს, უშვებს რაღაც სტაჟირებაზე, ჩადიან. აი ესეთი რამეები თუ ხდება. კი, როგორ არა ხდება. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, რა დინამიკა როგორია, ხო ხედავ. ის რაც იყო, თქვათ, სიტყვაზე 23 წელს შენ რა დღეს არის დიდი სხვაობა, უკვე სხვა ტემპია. ეხლა შენ იმასაც ამბობ, კაცო, ეს სუფთად რო იყო 30 წუთი, ეხლა უკვე 37-ზე ადის და აგერ მე არ ვიცოდე ეს ძალიან დიდი საქმე გაუკეთებია იმ ირლანდიელ მსაჯს, რომელიც აი ამ სტატისტიკას სისტემატიზაცია გააკეთა აი ამ მონაცემების და თქვენს უყელას გიგზავნიდათ. ეს არის ძალიან დიდი საშუალება იმისი, რომ კარგად დაფიქრდე და მიხვდე რა არის გასაკეთებელი და ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელი არის ეს კომუნიკაცია მწვრთნელებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვათ, რა ვიცი, ფრანგებთან, ინგლისელებთან, იქ უნდა იყვნენ ქართველები, იმ მაგიდასთან, ასე ვთქვათ, სადაც საუბრები არის რაგბიზე, იქ უნდა ვიყოთ ჩვენ, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ. აი ეს იქითკენაც უნდა წავიდეთ. მე ვფიქრობ, რომ შენ მაგაში ეხლა მე დამეთანხმები რა და წინააღმდეგი არ იქნები. ჯერჯერობით ამას ვერ ვაკეთებ, გასაგებია. არა, მე ვიტყვი ხა როგორ არა, კლუბები არა, ვინც ამას აკეთებს, აკეთებს, მაგრამ მაგიდაზე არა, მოედანზე. მაგიდა რა მნიშვნელობა, მაგიდა პირობითად თქვი მე. არა, როგორ არა, არის ეხა მაგის შემთხვევა. მაგრამ ყველაფერი მაგიდით თავდება, ხო იცი? სამეთაიბი. ერთი და ორი შემთხვევა არ არის, რომ ჩადიან ერთი კვირა კლუბში უშუალოდ იქ ვარჩევს ესწრებიან. იმ დაგეგმარებაზე, მოედანზე რა ხდება, არის კაცო. საინტერესო, მაგრამ ის რო ჩამოდის, აი შენ როდის იყავი ბოლოს? წასული. არა, მე ვარ ყოფილი ვარ ბოლოს. ხო. კარგი. პალიკო, აი მოდი მაინც ვთქვათ ერთი ჩვენ ნაკრებზეც. მე მაინტერესებს შენი აზრი, რას ფიქრობ ჩვენ ნაკრებზე. აი, ვთქვათ, შენ რო იყო რა შეცვლილი ნაკრებში. მე ამას წინებზე მქონდა ასევე იგივე შეკითხვა დაუსვით გიორგი ნემსაძეს. თქვა და მწვრთნელებთან როცა გვექნება აი ესეთი კომუნიკაცია, ფიქრობ რომ ყველას დაუსვა იგი. აი რა შეცვლილი შენ რო იყო ნაკრებში დღეს. რა მოგწონს, რა გონია რომ იქ მოსამატებელია, რა კომპონენტებშია მოსამატებელი, აი რომ გავშალოთ ეს ამბავი. ხო, ახლა ძალიან მაგის გაშლა. მე ვფიქრობ რომ მაინც ერთაზე ვარ, მე ჩემაზე ვარ, ყოველთვის ვიყავი ამაზე. და ცოტა ეს აზრები სხვადასხვანაირად დგას, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია შვიდკაცა რაგბი. ჩვენ გვჭირდება შვიდკაცა რაგბი. ჩვენ უნდა შევქმნათ, ასე ვთქვათ, შვიდკაცა რაგბის მიმართულებით ის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვა განვითარებაა შვიდკაცას. თან მით უმეტეს ახლა შვიდკაცა ოლიმპიური გახდა თუ არა, საერთოდ შეიცვალა. ანუ პრინციპები რაც არის, რომ 15 კაცი რაგბის პრინციპია წინ უნდა წავიდე, წინ ისულა მაგალითად, ხო? ადრე მაგალითად ჩემ დროს 7 კაცას რო თამაშობდით, ну არ იყო რა, იქ რომ შეგეძლო უკან ჩასულიყავი რაღაცა იქ ადმისივცი გეპოვა, მე დაგეხია ეს. ეხა იმდენად განვითარდა 7 კაცი და ფიზიკური კონდიციები და ну გამძლეობა და ну რა ვიცი, ყველაფერი იმდენად გაიზარდა და იმდენად გაძლიერდა დაცვის მხრივ, რომ შეტევა შეიცვალა ფორმა ის რომ უკვე წინსვლა უკან დაიწყებ მოძრაობას წაგლეკავე. და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო დროშით კაცსა გაძლევს სხვა ფიზმომზადებას.
სხვა ფიზიოზადებას გაძლევს, სხვა სიჩქარეს გადაწყვეტილების სიჩქარე არის საერთოდ განსხვავებული და ნუ რა თქმა უნდა იქ სხვა უნარებს ანვითარებს, აქედან გამომდინარე აი ეს გვინდა ჩვენ რომ უფრო მეტად როგორ ვთქვა რა უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ და უფრო მეტად კრეატიულები უნდა ვიყოთ ხაის მოთამაშეები რა ორთაბრძოლებში უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ რომ ბურთთან მიმართებაში ხაზის მოთამაშესთან ხო ბურთი არ უნდა კვდებოდეს და მიწაზე არ უნდა მიდიოდეს ანუ ეხლა მეტის გაშლას ეხლა სიმართლე გითხრათ მე არ ვაპირებ მაგრამ უბრალოდ მე ჩემი შეხედულებიდან დავს ვფიქრობ რომ ანუ ჭირდება რა იმიტომ რომ ეს მიმართულება ფიქრობ რომ ჩვენ ვინც ბიჭები ყავს, განცუდი ბიჭები ყავს, აი ბიჭები ყავს უბრალოდ მათ რო ეს ეთამაშათ უფრო მეტი და მაღალ დონეზე და ის ხო იქ უფრო უკეთესი იქნებოდა, დღეს კიდევ უფრო კარგები იქნებოდნენ და მაგალითად ეხლა ავიღოთ, მოდით ავიღოთ ესპანეთი და პორტუგალია. დიახ. შუtkაცაზე გაცილებით ჩვენზე წინ არის. ესპანეთი თამაშობს პირველ 8 გუნდში. ну იქაც შეცვალა აირბიმ რაღაცებია და ესპანეთი თამაშობს პირველ 8 გუნდში. სპორტლის საუკეთესო კლუბები პირველ 8 გუნდში, ანუ 7 კაცის მიმართულებით განვითარებაა. პორტუგალია იმ პირველ 8 გუნდში არ თამაშობს, მაგრამ წლებია უკვე რომ ამ 7 კაცას ძალიან ისე აწვევიან და ანუ და ჩვენს ვაგვიანებთ რა, მაგრამ ვაგვიანებთ და ყოველთვის შეგვიძლია მაგის გაკეთება. დაგვიანებული არაზუს არ არის, მაგრამ ჩემი მხრივ მე ვფიქრობ, რომ გვაკლია ეგ მიმართულება, სადაც უკვე თამაშის ტემპი, სიჩქარე, გადაწყვეტილება. მე მქონდა სხვათა შორის ეგ კითხვა შევთან 7 კაცასთან დაკავშირებით, მე მახსოვს შენი ასე ვთქვათ ბიოგრაფიიდან გამომდინარე, შენ ერთი პერიოდი ძალიან კარგი საინტერესო სპეციალისტი იყავი 7 კაცის, მუშაობდი უშუალოდ 7 კაცაში, ატარებდი სემინარებს და ეს ყველაფერი მე მახსოვს, მეც მონაწილეობდი მაშინ მახსოვს, მოვდიოდი და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და ის რომ შენ 7 კაცას თვლი რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული რაგბის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 7 კაცა უნდა იყოს, აბსოლუტურად მაგაში გეთანხმებით. სამწუხაროდ, ნუ რატომღაც აქცენტები სხვანაირად გაკეთდა. აქცენტები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე გეთანხმები იმაში, რომ ჩვენ ვაგვიანებთ. ჩვენ ბევრი დავაგვიანეთ რა და შენ როგორც მე ხვდები, თვლი რომ უნდა გაჩნდნენ საქართველოში 7 კაცა სპეციალისტები. ესე უყურებ ანუ უნდა წავიდეთ რაღაც ვნახეთ როგორ არის რა დღეს შეიძლება მზად არ არის ეროვნული ნაკრები მე ყავს უკვე პრიორიტეტად თონდის 20-მდე ნაკრები იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატს თამაშობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანად ან ყოველ წელს ასე ვთქვათ მაღალ დონეს ბოლო დონეს ანუ ასე ვთქვათ იმ ტიერის თამაშობს ნუ ჩვენი პირველი ნაკრები ტიერში ვართ მაგრამ ესენი ძალიან მაღალი დონის ტურნირს თამაშობენ მე ყავს 18 წლამდე ნაკრები რომელსაც ეხა დაიწყო უკვე თამაში იმის და ყოველთვის ესე იყო ნუ მეც რო ვიყავი მაგალითად 7 კაცის ნაკრებისნელი 7 კაცის ნაკრები იყო 18 წლამდესთან გათანაბრებული ან დაბლა აი მიმართულება იმიტომ რომ 7 კაცაც პირველი დონის ტურნირს თამაშობს ანუ 7 კაცაც თამაშობს პირველი დონის ტურნირს როცა ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ, ანუ შენ არ თამაშობ ქვედა დონეზე, შენ თამაშობ პირველ დონეზე. ანუ ასე ვთქვათ, ესე იგი გიწევს თამაში? ანუ პირველ დონეზე თამაშობ რა, სადაც იქ სხვა აი ამ შემთხვევაში ხო, როგორ არის იცით რომ 20-მდე ნაკრები და 7 კაცსა ნაკრებს შორის შეიძლება რაღაცა წელი იყოს, ამ სოფლიოს წელი იყოს, რომელიც უბრალოდ ოდნავ ერთმა მეორეს გაასწროს წინ ან სისტემატიურად მაგალითად ესე რომ ძალიან უკან არ უნდა იყოს რა. და აუცილებლად 18 წლამდე ნაკრებზე წინ უნდა იყოს 7 კაცსა თავისი ყურადღების მიქცევით, რომელიც არის ერთი გვერდზე განშტოება საფეხური, რომელიც კიდევ იძახა. ჩვენ ხო ყველაფერთან ტურნირებიდან გამოვდივართ. ანუ რა ტურნირს თამაშობთ. დიდი ნაკრები ყველაფერს ვაკეთებთ იმისო დიდმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს ხო ეგრეა. მაგრამ დიდი ნაკრები მეორე დონის ტურნირზე ვართ, ტიერ 2 ვართ. 20 წლამდელები პირველ დონის ტურნირს თამაშობენ. 7 კაცაც პირველ დონის ტურნირს თამაშობს. რეალურ ევროპის ჩემპიონატს თამაშობს, არა X-Series 2-ს.
ბავშვებიც აგერ შევიდნენ. ხო და აი იმაში დაკარგვა რომ საერთოდ ეხლა ამ წუთისთვის 18 წლამდე ნაკრებელზე COVID-აა შვიდკაცა კიდე. ხო და სადღაც არის დაკარგული, არ ვიცი რა და აი ეს თან მუშაობა რა რომ რაღაცა ის გახდეს ერთ-ერთი წყარო, რომელიც მიაწვის სანაკრებო შავზადების ნაკრებში აი ესე რომელიც 20-მდელე ბიჭები შემოვლენ ამ შვიდკაცაზე მსოფლიოს დამთავრებას აქ შეივსება მაგარ ტურნირებს ითამაშებენ თან შვიდკაცის ტურნირების გაკეთება ფრანჩაიზის გაკეთება შვიდკაცაზე რავი რა პრობლემა არ არის კი, მართალი ხარ. კარგად შენ იმ თაობის ადამიანი ხარ, სადაც ძალიან კარგად გეხსოვნება, სადაც კლოდ სორელი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შვიდკაცას საერთოდ განვითარებაში. არა მარტო შვიდკაცის, არამედ 15 კაცის განვითარებაში შვიდკაცას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამბობდა, რომ ეს არის სერიოზული სკოლა, რომელიც ამზადებს მოთამაშეებს. განსაკუთრებით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სჭირდება, თქვათ, სიჩქარეზე თამაში, ხელის ტექნიკა ჭირდება და გარდა მაგისა, ძალიან პოპულარული სახეობაა, ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი კომერციული ტურნირი ტარდება შვიდკაცაში და აქ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად, მაგრამ ბევრი დრო დავკარგეთ და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ წინსვლას. ყოველ შემთხვევაში თავის დროზე შენ და შენმა თაობის ბიჭებმა ისეთი ამბავი გააკეთეთ და ისეთი გამარჯვებები დაიწყეთ და ისეთი ლიანდაგი დააგეთ ჩემო რომ იმ ლიანდაგზე ეხლა მატარებელი დგას და შეიძლება ჩვენ გვინდა რომ უფრო სწრაფად მოძრაობდეს ისე სწრაფად ვერ მოძრაობს მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს მე ვფიქრობ რომ ის საფუძველი მაინც რომელიც ჩაიყარა ის საფუძველი ძლიერია და ჩვენ აუცილებლად მივახცეთ იმ დონეს 7 კაცაშიც და 15 კაცაშიც. ამას კიდე დრო ჭირდება, რა თქმა უნდა, ეხლა რამდენ ხანს გაგრძელდება. ეხლა ბოლოსკენ მივდივართ უკვე ჩვენ და თუ შეიძლება გვითხრა რას უნდა ველოდოთ მსოფლიო თასიდან. ჩვენი ნაკრების, 15 კაცის ნაკრების. შენ როგორი მოლოდინები გაქვს? ეხლა არ ვიცი, სიმართლე გითხრა, იმაზე რომ ჩვენ ხახალი მწვნელი ყავს. ხო. ახალი ჩვენი ყავს, რომელიც ჯერ არ ჩამოსულა. იცნობ შენ მაგ? არა, კაც რა თქმა უნდა ეხა. ქონია შეხვედრის, მაგრამ ისე რომ პირადად ვიცნობდე და ის არა, უფრო მამას ვიცნობდი. მამას ვიცნობდი, ჩვენ შენი თაობის მამას. 2007-ში დაგვეხმარა და ძალიან დაგვეხმარა და ვიცნობდი, მაგრამ მისი შვილი ვიცოდი, ნანახი მყავდა, ისე რომ პირადად რაიმე გასაუბარე და რაღაცა ურთიერთობა მქონდა და მე ისე არ ვიცოდი. ხახალი მწვნელი ყავს. ხახალი მწვნელი მე მგონი რომ აი ეს როცა ჩამოვა და დაიწყება პროცესი, როცა ექვსიერს აი თამაშები და ის ალბათ მე რაღაცა აზრი გამიჩნდება და გამომდინარე რას ვაკეთებთ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რამდენად რეალურად ჩვენ გვთავაზობს იმას ისეთ მიმართულებას, რა მიმართულებასაც ჩვენ შეგვიძლია შედეგი გავაკეთოთ. ხა ჯერ ეს კაცი არ ჩამოსულა ეს ბიჭი და ხა წინასწარ მაგაზე არ ვიცი ხა ხო ვერ ვიტყვი რაფერს თავარი რაღაცა გვინდა ყველა ველოდებით რომ ამ ეს იტალიელებს რო ჩამოვიდა ისიც რო ჩამოვა მათი ნამუშევარი რაღაცა მიმართულებით გამოჩნდეს კი ბატონო ველოდებით ბრონკანს უკვე ალბათ ამ თვის ბოლოს ალბათ უკვე ჩამოვა და ფიზიკურად უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც შენ თქვი, სწორად თქვი, პროცესი უნდა დაიწყოს შემოქმედებითი და მე გამოჩნდება რას ვიზამთ და როგორ ვიზამთ. ერთი კიდე მინდა შეგეკითხო. აი ჩვენი დიდი 10-ის ჩემპიონატიდან რამდენი მოთამაშე ყავს შენ ისეთი, თქვათ, რომელსაც შენ ფიქრობ, რომ დღეს თქვათ, ღირსი არის, რომ კანდიდატი მაინც გახდეს პირველი ნაკრების. შეიძლება 15-ულში არა, მაგრამ თქვათ, იქ ახლოს რო იყოს. არიან ეგეთები დიდი 10-დან ვამბობ, შავი ლომიდან არა, აი დიდი 10-ის ჩემპიონატს ვინც თამაშობს. ანუ ჩემი კლუბიდან თუ საერთოდ. არა, ეხა მაგერ ბიჭები ვინც არიან აქ. ავიცი ხა. ბევრია ეგეთი. კაი ბიჭი არის, ისე ხა. ბევრია, ხო, ვუყურებ, ანუ მე ეხა ანუ აი ხა ვინც ბიჭები არა, ჩვენთან ეხა 28 ბიჭი ვართ ეხა. რავი
ისეთი რომ გამორჩეულები არიან ყველანი, რომელიც ესეთი არიან შეკრებილები, ბევრი კაი ბიჭია, უმეტესობა კი არა, რავი, მე მაგრამ სიამოვნებს, იმიტომ რომ პროცესი არის ესეთი, რომ ვარჯიშს როცა ატარებ. ვარჯიშის წელიც რომ მონაწილეობს რა და ის ვარჯიშის პროცესი რომ მიდის და შენ ამ სიამოვნებას რო იღებ და იქ რაღაცა ინფორმაციას რო აცვდი, რომ ხედავ, რომ ის ინფორმაცია სწრაფად ვითარდება, სწრაფად ცვლდება, სწრაფად მიდის, ისე მარტივად ეს რამოდენიმე დღე ისე მარტივი იყო მათთან მუშაობა, რომ ყველა ჩართული, ყველა მოტივირებული, ყველა გააზრებულად რაღაც მოკლე დროში რაღაცა შევძელით რა, რაღაცა ერთად შევკარით, ერთობლივად შევკარეთ ის მინიმალური, რაც საჭირო იყო. ბევრია რა, ეს ბიჭები ვის არიან, ეგ არის რომ ანუ ალბათ მეორე თამაში უკეთესი გამოვა კიდე. აქ სხვა მომენტია ის რომ მწნელი, სხვადასხვა მწნელი მოთამაშეებს სხვადასხვანაირად უყურებს. ეხლა ის ყველას ერთნაირი მიმართულება არ აქვს მაგალითად რა, ეხლა როგორც სელექცია როგორც კეთდება, როგორც ვიცი თუ არის შენ გაქვს შენი რაღაც თამაშის პროფილი, რომელი პროფილითაც გინდა ითამაშო და გაქვს ესეთი ვარიანტი, რომ შენ გაქვს თამაშის პროფილი, როგორც სელექცია ზოგადად ეგრე კეთდება, ორი მიმართულება აქვს და ერთი მიმართულებაა, რომ დადებ შენ, რომ მე მინდა ესე ვითამაშო. მინდა ესე ვითამაშო და იძახი რომ მე მინდა ესე ვითამაშო უეჭველი, ამიტომ რომელი მოთამაშეც ამ თამაშს ითამაშებ, იმას არჩევ. ან არის მეორე ვარიანტი, მოყავს მოთამაშეები და იმათ არგებ იმ შენ იმას რა და ამ შემთხვევაში ახლა ხო როგორ უყურებს და როგორ უყურებენ ამ ბიჭებს ახლა სხვა ბიჭებს ხო? მე შეიძლება მომწონს, მაგრამ იმას რაღაც სხვა სტილი აქვს, სხვა თამაში უნდა და მას მეორე ურჩევნია რა. უკვე ინდივიდუალური არის და ნუ მცნელის ხედვა არის და იქ ზოგადად სტაფის ხედვაა რა. ხო, მაგრამ ნუ მონაცემების მიხედვით შენ ამბობ, შენ ატყობ, რომ არიან ბიჭები, რომლებიც შეძლებენ პირველ ნაკრებში შევსება გააკეთონ. ნუ შანსი უნდა მიეცეთ. შანსი უნდა მიეცეთ. ბიჭი არის, ვისაც გარკვეული შანსი უნდა მიეცეს და რავი. პირველ რიგში ალბათ მაგისტრის არის როგორც შენ თქვი შავი ლომი, რომ ჯერ იქ, მაგრამ შავი ლომი არ თამაშობს, ახლა იმედია ითამაშებს რა ვიცი და რაღაცას დავინახავ. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ შენი პალიკო და არა მარტო შენი, მთლიანად თქვენი თაობის იმისთვის რაც თქვენ გააკეთეთ და ის რაც მე ხდება ამ ქართულ რაგბში ეს არის თქვენი დაწყებული, ჩემო კარგო და უღმესი მადლობა თქვენ ამისათვის. კიდევ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს. აუცილებლად. მადლობა. და დავილაპარაკებთ კიდე რეგბს. დიდი სიამოვნებით. გაიხარე გენაცვალე. ბედნიერად. ჩემო ძვირფასებო, ამჯერად ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი დავასრულეთ. ამიტომ გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და ყურადღებით იყავით, გვადევნეთ თვალი და გააკეთეთ კომენტარები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარები და თქვენი აზრი ჩვენი გადაცემის შესახებ. მადლობა.